მე მეძახდნენ მაშინ რუხ კარდინალს. თუ ანუ შავი სამყარო რეალურად შემოვიდა თამაშში. ხო, ფაქტიურად ქვეყნით ვაჭრობაზე მიდიოდა ლაპარაკი. ეს ყველაფერი არის მატრიცა, რომელიც თავის დროზე კგბ-შია ჯერ დამუშავებული. ბადრიმ რატო ჩაგიყვანა და რატო გაგასწროთ ბერეზოვსკი. ბიძინას მაგ მომენტში გამოიქცა? გომელაური და ისინი რეზერვში გადაიყვანა თავიდან. ევასებოდა ეს ღარიბაშვილი. როგორც სალომეს აბსოლუტურად არასერიოზულად უყურებდა, მეცაც გეტყვი ემალებოდა. შალოხოს ამ კარიდან გაუშვებდით, იმ კარით ამ კარიდან შემოვიდოდა, ფანჯრიდან გადმოიპარებოდა და რამდენი სიბრიყვე გაუკეთებია ისეთ სისულელებს ბიძინას. დიდი ინტელექტით არ გამოირჩევა სხვათა შორის ღარიბაშვილი ხა ერთ-ერთი თავის საწევა ისწავლა რა. 50 მილიონს აი ამისგან მოვიტანა. ხო არ ეტყვი არა ძმაო არ მინდა ეგ 50 მილიონი. ეხლა რაღაცნაირად ეს კითხვათან ისე უნდა დავსვა და პასუხით ისე უნდა მოვისმინო, რომ არც მეორედ დაიბანოს სუსში და არც მე პირველად. ეს რო არ მოხდეს, ამიტომ ბიძინას ირგვლივ მიწა უნდა დავწვათ რა. ბიძინამ დაუშვა ფატალური შეცდომა შეიძლება ითქვა. ეხლა ყობახიძეს ამერიკელები არ დაელაპარაკებიან. თუ რომ პოსტალიონია. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ FBI-ს აძლევს ჩვენებებს. ბიძინა საქართველოში კი არის ღმერთი, მაგრამ ღმერთებში ხო იერარქია არსებობს მისთვის. პუტინი უფროსი ღმერთია. შეეშინდა, დაფრთხა და შეუთვალა ლოიალობა. ფაქტობრივად ბიძინა გახდა ამ თავისი შეცდომის მძევალი. ბიძინა მოკლედ იყო ბუნკერში, აი როგორც ეხლა ბუნკერში. უთხარი რომ შეცდომას უშვებ, ამ ნაბიჯს დგავ და მით უმეტეს მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ მეთქი რა. ეს ყველაფერი ინახებოდა როგორც ჩანს ღარიბაშვილთან. მე გამომხედა და მეკითხება რომ შენ ვიციო რომ ჩვენ რაღაცა გვაქვსო და მე კი არ ვიცი რა გაქვს. მაგაში არ არის პრობლემა. მას ეშინია სხვა რამეს.